საგამოძიებო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის საბავშვო ბაღ-ბაღების მართვის სააგენტოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის ნომერ 131 საბავშვო ბაღ-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი 9 თვიანი პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ახორციელებდა აღსაზრდელებისთვის განყოფნილი საკვები პროდუქციის მითვისებას, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 50,000 ლარს. აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლით, რაც ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას. აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საგამოძიებო სამსახური ახორციელებს საბავშვო ბაღ-ბაღებში უმკაცრეს კონტროლს მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბაღის აღსაზრდელებს.